მყავს 2022 წლიანი Supra. მაიცა იქი დავდგები მე. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ხართ არხ Morning Drive-ზე, მე დაჩი ვარ. ამ ვიდეოს ძირითადი თემა იქნება რა ეტაპების გავლა მოგიწევთ. ამ შემთხვევაში მე ვინც არიცით, მყავს 2022 წლიანი Supra, რომელიც არის BMW-ს B58-ის მეორე გენერაციის ძრავით. ერთი სირთულე, რაც მე შევხვდა, არის ის, რომ 2020 წლის მე-6 თვის შემდეგ გამოსულ ყველა BMW-ს აქვს დაბლოკილი ძრავის კომპიუტერი და იდეურ დონეზე არის შეუძლებელი ამ მანქანების პროგრამული უზრუნველყოფა და აპგრეიდი. მაგრამ როგორც მე და ამ მანქანის მეპატრონემ ჩვენი ძრავის კომპიუტერები გავაგზავნეთ ფინეთში. ფინეთი არის ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში, სადაც ხსნიან ძრავის კომპიუტერებს და შემდეგ უკვე შესაძლებელი არის, რომ ჩაიწეროს ნებისმიერი პროგრამა. ამ შემთხვევაშიც ორივე მანქანამ იგივე პროცედურა გაიარა, ჩამოვიდა ძრავის კომპიუტერი, დავაყენეთ და ეხლა მზად არის უკვე რომ ჩაიწეროს შესაბამისი პროგრამა. რაც შეეხება ჩემ შემთხვევაში downpipe-ს, ჩამოგვივიდა ჩვენი downpipe-ი, რომელიც ვიყიდეთ CTS ტურბოდან. ეს საჩუქრად გამოგვიგზავნეს ჩვენი YouTube-ისთვის, ბევრი რაღაცა არის. ამას ცალკე დავათვალიერებ, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც ყველაზე მთავარი არის ეს downpipe, რომელსაც დავაყენებთ დღეს, გაჩვენებთ ხმაში რა სხვაობას მოგცემს და შემდეგ უკვე რა შედეგს მოგცემს პროგრამული უზრუნველყოფის შემდეგ. ჯერ მანქანა დადგება დინოზე, გავზომავთ ქარხნულ მდგომარეობაში რამდენ ცხენს დაწერს, ამის შემდეგ დაყენდება downpipe, downpipe-ის დაყენების შემდეგ გაჩვენებთ როგორ ხმასაც მიიღებს და რა შედეგს დავწერთ ცხენის ძალების სახით. დინოზე დაყენების მერე შემდეგი ეტაპი არის უკვე დაბმა მანქანის, რომ მაინც დაზღვეული იყოს ყველანაირად. ვისაც რავის კომპიუტერის გაგზავნის ღირებულება გაინტერესებთ, საბოლოო ჯამში გაგზავნა, შემდეგ იქ შეკვეთის გაკეთება და უკან გამოგზავნა ჯამში დაახლოებით $1200-მდე ჯდება. დამოკიდებული არის კიდევ როგორ გააგზავნით და ვის მიმართავთ, თუმცა ამ შემთხვევაში $1200-მდე დაჯდა. შემდეგი ეტაპი უკვე რაც იყო გაჩვენეთ downpipe-ის ყიდვა. დღეს კი მოვიყვანეთ მანქანა და ვნახოთ ჯერ ქარხნულ მდგომარეობაში რა მონაცემებს დაწერს, შემდეგ უკვე დაყენდება downpipe და რა სხვაობას მოგცემს, მაგასაც გაჩვენებთ.
აი ეს არის ჩვენი downpipe-ი. CTS ის არის. Oi. Porto ti egre de coco. Haydi. I take it. Downpipe-ზე საკმაოდ კარგი ხმა მიიღო. ბევრად უფრო აგრესიული, მაგრამ ახლა კომპიუტერულ კარგად. კომპიუტერულ კალიბრაციას რო გაივლის, მე კიდე შეეცვლება თვითონ ხმაც და გადართვენიც რა და მაგიტომ მაინტერესებს როგორ გამოვა.
downpipe-ის დაყენების მერე მოემატა 39 ზავა საბურავზე, ანუ საბურავი ჯამში ვთქვათ, ძრავზე აქვს 470 ზავა. გარი საბურავი შედგება 39 ზავა საბურავზე მოუმეტა მარტო downpipe-ის დაყენება პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. ახლა უკვე ტესტება სუპერის მაქსიმალური მაპით და ვნახოთ რა შედეგს დაწერს. სტორმია ისე. რამე თქვი? მაიცა იქი დავდგები მე. ახლა უნდა შევამოწმოთ რამდენი დგას ჩვენი საბურავები. ხარი, 2 და 9 ბარზე რა უხეშად რო თქვა და ცოტა უნდა დავუშვით. 2 და 4-ზე დავაყენებთ რა იმის გამო რომ მოჭირდება ცოტა გავზარდოთ. და 3, 2, 4, 3. და ნახოთ რა, თუ კიდე ძალიან დიდი პრობლემა გქონდა მოჭირების მაგ შემთხვევაში. და 2, 4, 3 რა. ორივე მხარეს ერთნაირად დავაყენეთ. აქ სულ კანალიზაცია როგორ არის გახეთქილი ეგ მითხარით ვინმე. მოდი მაღალი. სალამ მეგობრებო, დღეს უკვე მეორე დღე არის. გუშინ კამერები დაგვიჭდა. შესაბამისად აღარ ვცადეთ ტელეფონით გადაღება, მაგრამ კარგი ხარისხით გავაგრძელოთ ვიდეო. კარგი ემოციები იყო გუშინ რაც მივიღეთ. საკმაოდ, გვიანი იყო უკვე და ხა პირველ ჩემ ემოციებს ვეღარ გაგიზიარებთ, არც გადაგვიღია, თუმცა მანქანა არის აი ძალიან მაგარ ფორმაში. რაც შეეხება ავტოს საიდან მოდის ის რაც შეეხება ავტოს ძალიან დიდი მადლობა, ყველაფერი იდეალურად გააკეთა და ზუსტად ისე როგორც მინდოდა. მოკლედ გვაქვს 4 მაპი. ასევე გვაქვს გადაცემათა კოლოფის პროგრამა, რაც გადაცემათა კოლოფსაც უფრთხილდება პარალელურად. ავარაუდოთ დაგაინტერესებთ საერთო ღირებულება, ჯამში რა ჯდება ეს ყველაფერი. მოკლედ ძრავის კომპიუტერის გახსნის ჩათვლით, რომელიც როგორც გითხარით $1200 ჯდება საშუალოდ. მაგას დამატებული ყველა ცალკეული დეტალი აქამდე რომ მოხვიდეთ, დაახლოებით ადიხართ $3000-მდე. ეგ უკვე თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ამ შედეგისთვის, რასაც თქვენ ვიდეოში ნახავთ, გიღირთ თუ არა ეს თანხა. და მაქედან გამომდინარე, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. მანქანა არის აბსოლუტურად შეცვლილი, გადაცემათა კოლოფის პროგრამიდან გამომდინარე, გადართვების ხმაც ბევრად უფრო აგრესიული აქვს.
თვითონ ბევრად უფრო მგრძნობიარე ხდება, როგორც კი სპორტ რეჟიმში გადართავთ და ფიქრობ, რომ ძალიან იდეალური ბალანსი აქვს ახლა დაჭერილი. ნუ ამაზე მეტი აღარ მგონია, რომ საჭირო არის. ეს მეოთხედან გავაფუსტე. ისო ჩავხვევი. საბურავებსაც შევახურებთ.